აეროპონიკის პროტოტიპი იმისთვის არის შექმნილი, რომ იზოლირებულ გარემოში ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღსაკობზე წვდომა და იგი ზრდის მცენარეებს ინტენსიურად სწრაფად, დაახლოებით 3-დან 5 დღეში. კომაროვის სკოლის ლაბორატორიაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა მცენარის მოყვანის ინოვაციურ მეთოდს მიაგნეს. მოწყობილობას, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, ულტრაბგერითი აეროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით ნიადაგის გარეშე, რამდენიმე დღეში სახლის პირობებში სხვადასხვა მცენარის გაზრდა შეუძლია. აეროპონიკის მთავარი საფუძველი არის ულტრაბგერითი მფრქვეველი, რომელიც წარმოქმნის წყლის ნისლს და ამ ნისლს მცენარის ფესვები შეიწოვს ძალიან სწრაფად. ცელად არის ეს ნასურეთებიანი ჭიქა, რომ მცენარის ფესვებმა ადვილად შეიწოვოს სხვადასხვა გაზრდილი გახსნილი ნივთიერებები და მინერალები. პირველ ეტაპზე სასურველი მცენარის თესლს სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. შემდეგ აეროპონიკის სისტემას მცენარის დასათესად ამზადებენ და წყალს სხვადასხვა მინერალებით ამდიდრებენ, რათა მცენარის გასაზრდელად საჭირო გარემო შეიქმნას. და მცენარე აქ რა მოიზრდება, ესე იგი არც წყალშია და არც მიწაში, ხო? არა, მცენარის ფესვები გამოკიდებული იქნება ამ ნასურათებიდან ჰაერში, რომელიც ძალიან მარტივად შეიწოვს აი ნისლს, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი ულტრაბგერითი მფრქვეველი. და საკვებ ნივთიერებებს როგორ აწმენთ? იმიტომ რომ რეალურად მცენარეები ხო იკვებება ნიადაგიდან, მიწიდან და თქვენ როგორ კვებავთ ამ მცენარეს? წყალში გახსნილი გვექნება სხვადასხვა მინერალები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც აორთქლებისას წამოვა ამ წყალთან ერთად, წყლის ნაწილაკებთან ერთად და შეუერთდება მცენარის ფესვებს. იმისათვის, რომ მცენარის ზრდისთვის საჭირო პირობები განსაზღვრონ, მოსწავლეებმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია შექმნეს. პროგრამა მცენარის ტიპს ამოიცნობს, განათებას ავტომატურად არეგულირებს და ზრდისთვის აუცილებელ გარემოს ქმნის. აქ აპლიკაციაში შეგვიძლია ავერჩიოთ სალათის ფურცელი და სისტემა ავტომატურად შეუსაბამებს მას მისთვის ოპტიმალურ გარემო პირობებს, რაც მოიცავს ტემპერატურის და ტენიანობის მართვას. აქ ნაჩვენებია რა ტემპერატურაზე ახლა მცენარე, ტენიანობაც და ვინაიდან ტენიანობა ჩამოვსდარი არის ამ ოპტიმალურ ზღვარს, ამიტომ არის ჩართული ჩვენი ულტრაბგერითი მფრქვეველი, რომელიც უზრუნველყოფს მის ნორმალურ ზღვარზე დაბრუნებას. ორთქლი რომ თანაბრად გადანაწილდეს, ამიტომ მივცეთ რაღაც საბრის ფორმად დაახლოებით და აქ დავამაგროთ თვითონ ჭიქები და თან უფრო მეტი ჭიქა დაეტევა, ვიდრე მართკუთხედი ფორმის რო. ერთმანეთი კომაროვის სკოლის ინჟინერიის წრეზე გაიცნეს. მათი სასწავლო დღე გაკვეთილების დასრულების შემდეგ ამ ლაბორატორიაში გრძელდება, სადაც ერთად ფიქრობენ, როგორ გადაჭრას სხვადასხვა ყოფითი პრობლემები თანამედროვე მიდგომებით. მცენარეების მოყვანის ინოვაციური მეთოდით სწორედ ამ ლაბორატორიაში ერთად აღმოაჩინეს. დღეს უკვე საკმაოდ ბევრი არსებული გადაჭრის გზებია, მაგალითად ჰიდროპონიკა და ტრადიციული აეროპონიკა, თუმცა ჩვენი მეთოდი უნიკალურია, რადგან ეს ძალიან პატარა ნაწილაკებად დაშლილი წყალი უფრო მარტივად აღწევს მცენარის ფესვებში და შესაბამისად უფრო მალე იზრდება მცენარე. მთავარი სამიზნე აუდიტორია რეალურად არიან ის ადამიანები, რომლებიცაც ხელმისაწვდომი არ არის ყოველდღიური ახალი პროდუქტი, მაგალითად ისინი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, ან კოსმონავტები, ან მთასვლელები და ასე შემდეგ, რომელსაც არ აქვთ ეს ახალი პროდუქტი და ეს ტრანსფორმირებისას რეალურად პროდუქტი ზიანდება, კარგავს მის ხარისხიანობას და ჩვენი პროდუქტი კი ამ ყველაფერს აგვარებს. მოწყობილობამ მათ უკვე არაერთი წარმატება მოუტანა. მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო STEM გამოფენაზე, სადაც გაიმარჯვეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. ყველაზე ინოვაციური პროექტის ტიტული მიიღეს ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონკურსშიც, რომელიც ევროპის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანაში ერთად ჩატარდა. აქამდე მოსასვლელი გზა საკმაოდ რთული იყო, ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ ამ პროექტზე მუშაობის დროს. მრავალ პრობლემას წავაწყეს, ვინაიდან ეს პროექტი ჯერ ასე დანერგილი არის. ამიტომ დავგვჭირდა, რომ ბევრ რამეზე ერთად გვემსჯელა. ძალიან ბევრი ვიკამათეთ კიდეც ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, როდესაც წარმატებას ვახწერთ, შესაბამისად ძალიან გვიხაროდა და ამ სიხარულის და წარმატებების შედეგი არის სწორედ ჩვენი პროტოტიპი. კონკურსებში წარმატების მიღწევა ძალიან დიდი სიხარულია ჩვენთვის, ვინაიდან ვიცით, რომ აი ამდენი ვიშრომეთ და გვიხარი ხოლმე, როცა ეს ცოდნა გვიფასდება.
ახალგაზრდა გამომგონებლები ტექნოლოგიური სიახლეების შექმნის პარალელურად განსაკუთრებულ ყურადღებას ჯანსაღი საკვების წარმოებაზეც ამახვილებენ. მათი მიზანია ეს პროცესი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა გახდეს. პროექტზე მუშაობას ისინი კვლავ აგრძელებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ინოვაცია ამარტივებს და ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას.